30 აპრილი ისტორიული დღეა ქართული ჯარისთვის. საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წელი შესრულდა. 1991 წლის აპრილში წვევამდელების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება პირველად გამოიცა. გაწვევა 30 აპრილს დაიწყო და ეს დღე გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების ათვლის წერტილი. ქვეყანას თავდაცვის ძალები ჰყავს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს პროფესიული დღე ბაზიანიდან მიულოცეს ქვეყნის პირველმა პირებმა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა. დღეს განსაკუთრებული დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალების 34 წლის გახდა. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საამაყო ჯარს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს. ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს და იცავთ სამშობლოს დამოუკიდებლობას, მშვიდობას და თავისუფლებას. სამხედრო სამსახური მოითხოვს სიმამაცეს, პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს. თითოეული თქვენდანი გმირობისა და თავდადების მაგალითია. სწორედ თქვენ წარმოადგენთ იმ მტკიცეს აღდგენს, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო თავისუფლება, სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მომავალი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და მისი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შექმნის დღიდან 34 წლიანი ისტორიის განმავლობაში თავდაცვის ძალები ყველა ომსა და ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას, რისთვისაც ქეთს ვიხრი თითოეული სამხედრო მოსამსახურის წინაშე. განსაკუთრებული პატივისცემით სურს ვიმართოთ ჩვენს ვეტერანებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის საუკეთესო წლები მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის დაცვას. თქვენ დღესაც ინარჩუნებთ მტკიცე სულსა და ასწავლით მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულს. ამ ეტაპზე სიჩქარის მენეჯმენტის პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს, რადგან სტატისტიკის მიხედვით სწორედ სიჩქარის გადაჭარბება არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ავტოავარიების მზარდი რაოდენობის. აცხადებს სპექტრთან ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი. ირაკლი იზორიას თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მძღოლი არა მარტო უნდა დაჯარიმდეს, არამედ ეს ჯარიმა აუცილებლად უნდა მიებას ქულათა სისტემას. თუ მძღოლის სიჩქარეს გადააჭარბებს, მას ქულაც დააკლდება. იზორიას განცხადებით, ქულათა სისტემაში ვიდეო ჯარიმების დამატება აღსრულების მექანიზმს მეტად ეფექტიანს გახდის. მისივე თქმით, თავად სიჩქარის ლიმიტებით საქართველოში ძალიან მაღალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით. სახელმწიფო მუშაობს სიჩქარის მენეჯმენტის მიმართულებით, ეს არის კომპლექსური საკითხი, ვისით რომ საგზაო შემთხვევების პირველი გამომწვევი მიზეზი სიკვდილიანობისა და დაშავებულობის არის სიჩქარის გადაჭარბება. ყოველწლიურად ხდება მზარდად და პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება, გამომდინარე იქიდან, რომ სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებზე მხოლოდ ბოლო 2024 წლის განმავლობაში სადღაც 1,5 მილიონი ჯარიმა დაწერილი და ეს ფაქტები არ არის მიბმული ქულათა სისტემაზე. შესაბამისად, ადამიანები განუსაზღვრელად იხდიან ამ თანხებს, ვისაც აქვს ამის საშუალება და მაინც სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობენ. ამიტომ სიჩქარის მენეჯმენტის პროგრამა ითვალისწინებს სიჩქარის ვიდეო ჯარიმების მიღებას ქულათა სისტემაზე და კონკრეტული დარღვევის შემდგომ ქულა ჩამოაყალიბება, და როცა უკვე 100 ქულა არ მოიწურება, მას არ შეეზღუდება გადაადგილება გზებზე, ანუ მართვის მოსწრობის უფლება შეუჩერდება. და შესაბამისად უნდა დაემატოს ასევე ის 15 კილომეტრიანი მარჟა, რომელიც საპატიებელი გარემოებაა ჩვენი მძღოლებისთვის, თუ არის პირობითად 100 კმ/სთ დაშვებული პირებს შეუძლიათ 115 გადაადგილდნენ და მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს პრაქტიკას. ეს არის საბჭოური გადმონაშთი კანონმდებლობაში და უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ თითოეული კილომეტრის გაზრდა, 1 კილომეტრის გაზრდა უდრის 4-ჯერ სიკვდილიანობის გაზრდას. გამომდინარე აქედან ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს 15 კმ/სთ და ვფიქრობ, რომ მისი შემცირება მოხდება და ასევე ურბანულ დასახლებებშიც და სკოლებთან სიჩქარის შემცირება, ვისით რომ ზოგან 60-ია, ზოგან
50-იან სკოლებთან 40 რაც ყოველდღე დაუშვებელია და ისეთ ადგილებში სადაც ბაღები და სკოლებია განთავსებული სიჩქარის მენეჯმენტის ფარგლებში 30 კილომეტრამდე უნდა მოხდეს ჩამოწევა. რაც შეეხება თვითონ უშუალო სტატისტიკას, სტატისტიკა დინამიკურად არ იცვლება წინაწელთან შედარებით. წინაწელს 2023-ში 454 ადამიანი გარდაიცვალა და აქედან 2023-ში და 24-ში გარდაიცვალა 452 ადამიანი, ანუ 2 ადამიანით ნაკლები, ხოლო დაშავებულობა, მძიმე დაშავებულობის ფაქტები გვაქვს სადღაც 7500 ბოლო წლების განმავლობაში. ანუ ძალიან დიდია იმ მასშტაბებისთვის, რა მასშტაბებიც არის საქართველოს, ანუ პატარა ქვეყანაა შესაბამისად სხვა ევროპულ ქვეყნის მაჩვენებელთან ერთად დაახლოებით 9-10-ით უფრო მეტად ხდება საგზაო შემთხვევები საქართველოში და მეტი სიკვდილიანობა გვაქვს. ასევე თუ ინდექსებით შევადარებთ სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში ყოველ 100,000 მოსახლეზე თუ არის 2-3 გარდაცვლილი, ჩვენ შემთხვევაში 100,000 მოსახლეზე გამოდის სადღაც 10-11 თან 12, ანუ ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე სტატისტიკის დინამიკის კვლევა ბოლო წლებში ვერ ხდება, თუმცა მინდა ვთქვა ის, რომ რაც ეროვნული სტრატეგია რაც არსებობს საგზაო საფრთხეების სამოქმედო გეგმა 2025 წლის ბოლომდე გეგმაში არის გაწერილი, რომ საგზაო შემთხვევები უნდა შემცირდეს 25%-მდე და დიდი იმედი მაქვს ამ გეგმის შესაბამისად იქნება ჩატარებული მოქმედებები, რაც დაკავშირებულია სიჩქარის მენეჯმენტთან, ასევე ვიცით, რომ ნაცნობობაზეც შეიძლება კანონმდებლობა გამკაცდეს, იქ კანონმდებლობა შეიძლება ასევე გავამკაცოთ უშუალოდ ისეთ მძღოლებზე, რომლებიც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართავენ ავტომობილებს და მოკლედ აღსრულების გაძლიერება იქნება საჭირო იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ კანონდამტვერი მძღოლების შეჩერება და შესაბამისად მათთვის ფუძემდე ჩამოყალიბება, რომ შემდგომ ამ მძღოლებმა ვერ განახორციელონ გზებში გადაადგილება. 2023 წელს ქულების ამოწურვის გამო მართვის მოწმობა 253 ადამიანს ჩამოერთვა. 2024 წელს კი 186 მძღოლს. აღსანიშნავია, რომ ქულათა გამოკლების სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს. ფედერალურმა მოსამართლემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რადიო თავისუფალი ევროპისთვის კონგრესის მიერ გამოყოფილი 12 მილიონი ამერიკული დოლარის აღდგენა დაავალა. მოსამართლე როის ლამბერტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუძლია ცალმხრივად გააუქმოს კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსება. მედია საშუალების ადვოკატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეწყვიტა თითქმის ყველა კონტრაქტი ჟურნალისტებთან, არ გადაიხადა იჯარის ხელშეკრულებები და 122 თანამშრომელი აუნაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. ადვოკატების განმარტებით, თუ დაფინანსება არ აღდგება, 1 მაისს კიდევ უფრო მეტ თანამშრომელს გაუშვებენ აუნაზღაურებად შვებულებაში და კიდევ უფრო მეტი კონტრაქტი გაუქმდება. მთავრობის ადვოკატების მტკიცებით კი მოსამართლეს არ აქვს იურისდიქცია იმაზე, რაც კონტრაქტთან დაკავშირებულ დავას წარმოადგენს და ის ფედერალური სარჩელების სასამართლოს განსახილველად უნდა იქცეს. რადიო თავისუფლებამ მაუწყებლობა ცივი ომის დროს დაიწყო. მისი გადაცემები აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 23 ქვეყანაში 27 ენაზე გადაიცემა. წელს FIG მოგცა საერთაშორისო ლიცენზია საქართველოს ტანვარჯიშის ისტორიაში პირველად ჩატარდა ასეთი ტურნირი, ყავდა 16 ქვეყანა, 380-ზე მეტი მონაწილე და ძალიან მიხარია, რომ უკვე თუ ადრე კლუბები ჩამოდიოდნენ, ახლა ჩამოვიდნენ ნაკრები, უძლიერესი ნაკრები იყო მაგალითად უკრაინიდან ჯირუგინას სკოლის წარმომადგენლები, საფრანგეთის ნაკრების წევრები ყავდა ჩამოყვანილი და კიდევ რამდენიმე ტოპ ქვეყანას და ჩვენმა ტანვარჯიშეებმაც, ნაკრების წევრებმაც კვარცხლბეკზე დაიკავეს საპატიო ადგილები. ხატრული ტანვარჯიში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი სახეობაა საქართველოში. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაკავებული ტანვარჯიშის სპორტის ამ სახეობით, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მინდა მიულოცო ორგანიზატორებს ასეთი კარგი ღონისძიების ჩატარება, ეს მნიშვნელოვანი არის ქვეყნის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად და ასევე ჩვენი სპორტსმენების და მათი უნარების განსავითარებლად. სპორტის სამინისტრო
სტრატეგიულად ხარს უჭერს საქართველოში საერთაშორისო ტურნირების გამართვას, რადგან ეს ქვეყნის ნოვადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა ამ ტურნირში მონაწილეობის მიღება. ემოციებით ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ ჩემი საუკეთესო მწვრთნელი სულ მაწყნარებდა და ალბათ მწვრთნელის გარეშე ვერაფერს ვერ ვიზამდი. მედალზე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან დიდი შრომა ჩავდე თამაში. დილიდან საღამომდე დარბაზში ვიყავით და ვარჯიშობდით. და ჩემი აზრით ეს შრომაც მაგიტომ დაგვიფასდა. მაგრამ კიდე მეტი გვაქვს სავარჯიშო და უფრო მეტი შემიძლია.